მინდა მოგიყვეთ ერთი საინტერესო ამბის შესახებ. კლინიკაში შემოვიდა ახალგაზრდა პაციენტი, მამაკაცი 51 წლის. ის აღნიშნავდა, რომ 3 თვის უკან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ დაემართა ძლიერი ტკივილი წელის არეში, მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, დაფიქსირდა თიაქარი 5 მმ წელის მეხუთე მალთაშორისი დისკის არეში, მიეცა მას რჩევა დარიგება, რომ ჩაეტარებინა ინტენსიური ვარჯიში, მწვავე სტადიაში, კერძოდ კინეზოლოგია და ხერხემლის დაჭიმვა, წყალქვეშა დაჭიმები. მისი მდგომარეობა მისი სიტყვით უფრო გაუარესდა, ხოლო შემდეგ მან მოგმართა ჩვენ ნახმარებისთვის. ჩვენ რასაკვირველია გავუშვით MRT კვლევაზე და დაფიქსირდა ძალიან დიდი უკვე სეკვესტრირებული თიაქარი. ეხლა მინდა სლაიდზე გაჩვენოთ რა იყო და რა არის ვარჯიშისა და გაწელვების შემდეგ მდგომარეობა MRT სლაიდზე. ეს MRT სურათი არის გადაღებული 3 თვის წინ ვარჯიშის დაწყებამდე, რა დროსაც დაფიქსირდა 5.7 მმ-ის თიაქარი წელის არეში. ეს გადაღებულია 3 თვის შემდეგ, როდესაც პაციენტმა აქტიურად დაიწყო ვარჯიში და გაჭიმვები და განვითარდა 2.4 სანტიმეტრის თიაქარი წელის მეხუთე მალთაშორის დისკზე. ამიტომაც ჩემო მეგობრებო, ხერხემლის ტკივილის დროს, როდესაც თიაქარი ფიქსირდება, დაუშვებელია აქტიური ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში, გაჭიმვები, მანუალური თერაპია და ასე შემდეგ. რამე თუ მალთაშორისი დისკის თიაქარი არის ტრავმა და მწვავე სტადიაში, პაციენტი უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილად. გაუფრთხილდით თქვენს ხერხემალს და თქვენს ჯანმრთელობას.